1 მაისიდან საპენსიო სააგენტოს სახელსიცვლის საქართველოს საპენსიო ფონდის მართვას განახლებული სამეთვალყურეო საბჭო ჩაიბარებს. იცვლება თუ არა ფონდის სტრუქტურა და მმართველობის ფორმა, სად და როგორ ხდება საპენსიო აქტივების ინვესტირება, შეიცავს თუ არა დამატებით რისკებს გაფართოებული საინვესტიციო მანდატი. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიკსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ ჯერ კიდევ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობაზე, პორტფელების სტრუქტურაზე და მომგებიანობაზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია. ანა, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ ახალი ამბავით, რომელიც სულ მალე იქნება, სახელწოდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კანონში ცვლილებები, რომელიც განხორციელდა გასულ წელს, მთლიანად სრულად ამოქმედდება. სალამი ირმა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელს. კი, ნამდვილად ცვლილებები შევიდა საპენსიო სააგენტოს კანონში და შედეგად შეიცვალა საპენსიო სააგენტოს სახელი და 1 მაისიდან ოფიციალურად ჩვენი სახელი იქნება საპენსიო ფონდი, საქართველოს საპენსიო ფონდი. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო ჩვენს ორგანიზაციულ სტრუქტურასაც. აქამდე ჩვენი მმართველობის სტრუქტურა იყო 2 საბჭოთი დაკომპლექტებული. ერთი საბჭო იყო საინვესტიციო საბჭო, რომელიც საინვესტიციო საქმეს კურირებდა, ხოლო მეორე საბჭო იყო სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც არასაინვესტიციო საქმიანობას კურირებდა და ეს დაკომპლექტებული იყო ძირითადად მინისტრებით, მთავრობის წარმომადგენლებით. ხოლო საინვესტიციო საბჭოში ყავდა 4 უცხოელი ექსპერტი საინვესტიციო მიმართულებით. ამ ცვლილებების შედეგად ეს მოდელი შეიცვალა და გადავდივართ ერთი საბჭოს მოდელზე, რაც გულისხმობს, რომ შეიქმნა ერთი გაერთიანებული მმართველობითი საბჭო, დაკომპლექტდა 9 ადამიანით, უკვე შეირჩა შესარჩევმა კომისიამ შეარჩია 9 ადამიანი, დაინიშნა საბჭოს თავმჯდომარე, განისაზღვრა სხვადასხვა კომიტეტები და ეს გაერთიანებული მმართველობითი საბჭო განაგრძობს მთლიანად საპენსიო ფონდის მართვას და ანუ ეს განახლებული სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება ითქვას ჩაიბარებს და აიღებს პასუხისმგებლობას იმ თითოეულ თეთრზე, რომელიც განაწილებულია სხვადასხვა პორტფელებში. ნამდვილად, მმართველობითი საბჭოს ფუნქცია არის, რომ განახორციელოს როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი, ეს არის საოპერაციო მიმართულება, რისკების მართვა, ისე საინვესტიციო გადაწყვეტილებები და საინვესტიციო აქტივების ეფექტური ინვესტირება. ხო, გარკვეული ისტორია უკვე აქვს საპენსიო სააგენტოს 6 წელი, ხო, თუ არ ვცდები, რაც მუშაობს და ფუნქციონირებს და ჩვენ გვახსოვს იყო საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი პორტფელების განაწილებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ კანონში შესული ცვლილებებით გახდა კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები. ახლა სად და როგორ არის განანაწილებული ეს თანხები და ზოგადად როგორია ფონდის მომგებიანობა? ჯერ კიდევ სააგენტო და მოდი ფონდი იყოს, რომ მივეჩვიოთ ფონდი. კი, საპენსიო სააგენტო 2018 წელს ჩამოყალიბდა და 2019 წლიდან დაიწყო უკვე შენატანების შეგროვება. 2023 წელს შევიდა ცვლილებები კანონში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 3 განსხვავებული რისკიანობისა და შემოსავლების მქონე პორტფელები. ეს არის კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური და კანონმა გადაწყვიტა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დეფოლტად, ანუ პირდაპირ განთავსდება კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო მათ, ვისაც სურთ, რომ განსხვავებული რისკიანობის პორტფელი აირჩიონ, შეუძლიათ მიმართონ საპენსიო სააგენტოს ან იუსტიციის სახლს და შეიცვალონ თავიანთი დანაზოგები, გადაიტანონ, თქვათ, ერთი პორტფელიდან მეორეში. აი ხან იუსტიციის სახლი ახსენეთ, ანუ 1 მაისიდან ეს ცვლილებად შედის, ხო? ანუ თუ აქამდე მხოლოდ საპენსიო სააგენტოში შეიძლებოდა განაცხადის შეტანა, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება მიმართონ, ვისაც სურვილი აქვს იუსტიციის სახლებს. იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება თქვენთვის სასურველი პორტფელის შერჩევა. კარგი, დაუბრუნდეთ ამ პორტფელებს კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. კონსერვატული არის ან რისკების მიხედვით რომ განსაზღვროთ რომელია. ესე იგი, ჩვენი აქტივების ჯერ შევაფასებ, რომ ჩვენი აქტივების ზომამ 2025 წლის მარტის მდგომარეობით 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწია და აქედან ამონაგები, ანუ მოგება, რომელიც ჩვენი საინვესტიციო საქმიანობისგან მივიღეთ, არის დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი. ეხლა როგორ არის ეს აქტივები? ამაში შედის 1.5 მილიარდი, ხო? შედის 1.5 მილიარდი, კი. ამ აქტივების 99% არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში.
კონსერვატიული პორტფელი არის, რასაც კანონი ეძახის, ეს არის პორტფელი, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია საქართველოზე. აქტივების 80% არის საქართველოში ინვესტირებული, ხოლო 20% არის საზღვარგარეთ საერთაშორისო აქციებში ინვესტირებული. დინამიკური პორტფელზე დაბალანსებული შუალედური პორტფელია, დინამიკურ პორტფელზე ვისაუბრებ, დინამიკური პორტფელი განსხვავებით კონსერვატიულისა, ძირითადად ანუ 50%-ზე მეტით ინვესტირებულია საზღვარგარეთ, უცხოურ ვალუტაში, საერთაშორისო კომპანიების აქციებში, ხოლო ქართული აქტივების, ანუ ქართული ადგილობრივი აქტივების წილი დაახლოებით 45-50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ეს რისკიანობა განსხვავებული არის. ერთის მხრივ დინამიკური პორტფელი არის გლობალური აქციები, აქციებს მეტი მერყეობა ახასიათებს, აქციის ფასები ყოველდღიურად იცვლება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გრძელვადაში საკმაოდ მაღალ მომგებიანობას აჩვენებს აქციების ბაზარი, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტია გრძელვადიან პერიოდში დინამიკური პორტფელი. კონსერვატიული პორტფელი შედარებით დაბალი მერყეობით გამოიხატება, იმიტომ რომ აქტივების ძირითადი ნაწილი არის ინვესტირებული მაგალითად დეპოზიტებში, ადგილობრივ კომერციულ ბანკებში, დეპოზიტებში გვაქვს ინვესტირებული, სადაც შემოსავლები არის ფიქსირებული, ანუ თითქმის განსაზღვრული არის რა შემოსავლიანობასთან გვექნება შედარებით მერყეობის ფაქტორი შედარებით ნაკლებია კი. კონსერვატიულს რაც შეეხება, აქ საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ რისკი ნულის ტოლია? არა, კონსერვატიულ პორტფელშიც 60% აქტივების დაახლოებით არის ინვესტირებული ადგილობრივ კომერციულ ბანკებში, დეპოზიტებში, დაახლოებით 15-16% არის ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, ანუ სახელმწიფო ობლიგაციები გვაქვს ნაყიდი, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაახლოებით 17-18% კი ინვესტირებულია საზღვარგარეთ აქციების ბაზარში. შესაბამისად, გარკვეული მერყეობა კონსერვატიულ პორტფელსაც ახასიათებს, ვინაიდან აქციების ბაზარზე ცვლილებები პირდაპირ აისახება ამ პორტფელის მომგებიანობაზე. თუმცა 99% ახსენეთ თქვენ კონსერვატიულ პორტფელში, ხო? ეს და შესაბამისად ის 1% არის გადანაწილებული ამ დინამიკურ და კონსერვატიულ პორტფელებში. ეს რაზე მიანიშნებს? ნდობა არა აქვს ადამიანებს თუ აუტკივარი თავის ატკივება არ უნდათ და რისკი არ უნდა გასწიონ? აი როგორ ახსნით ამ ფაქტს? ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკასაც უყურებთ ჩვენ და რასაც ვხედავთ არის რომ დეფოლტ პორტფელი, ანუ რასაც სახელმწიფო განსაზღვრავს, რომ პირდაპირ შენი დანაზოგები პირდაპირაში წინახება, ეს არის ის პორტფელი, რომლის შეცვლაც ადამიანები ერიდებიან რა. ეს მარტო ქართული ფენომენი არ არის, ეს არის განვითარებული ევროპის მაგალითზეც, ანუ ცვლილება ზოგადადერიდებიან ადამიანები. თან თუ დავამატებთ იმას, რომ ფინანსური განათლების დონე საქართველოში არც ისე მაღალია, ადამიანებს არ უნდათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ნუ საჭიროა მაგ მიმართულებით მუშაობა, რომ გავზარდოთ ფინანსური განათლება მოსახლეობაში, რომ უფრო სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ ადამიანებმა თავიანთ დანაზოგთან დაკავშირებით. თუ ეს 1% ძალიან ცოტაა ამ შემთხვევაში, როდესაც რისკის ფაქტორი არც თუ ისე მაღალია, როგორც თქვენ ამბობთ. თქვენ ახსენეთ ამ დინამიკურ პორტფელთან დაკავშირებით გასაგებია ეს 1%, მაგრამ სულ რამდენია 4000 ადამიანია დაახლოებით. აი ხა მაგალითად მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოაცხადა ეს თავის გადაწყვეტილება, ბირჟაზე იყო ძალიან ისეთი მყისიერი ცვლილებები. ამ შემთხვევაში რა მოუვიდა ამ 1%-ის ამ თანხას გამოხდა აქტივებს? კი, ყველაზე დიდი მერყეობა ნამდვილად ეს წელი ზოგადად 2025 წელი საკმაოდ რთულად დაიწყო გლობალური აქციებისთვის და ჯერ თავდაპირველად მოლოდინი საკმაოდ კარგი იყო ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით აი ტარიფების ომის შიშმა გავლენა მოახდინა აქციების ბაზარზე. კი და გამოიწვია აქციების შემცირება. განსაკუთრებით ეს შემცირება აპრილის თვეში გამოისახა 3-7 აპრილის პერიოდში. ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზეც აისახა ეს ნამდვილად და დინამიკური პორტფელი, რომელშიც აქციების წილი უფრო მაღალია, ყველაზე მეტად იწვნია, ანუ ყველაზე მეტი შეხება ამ ტარიფებს ზუსტად დინამიკურ პორტფელზე ქონდა. თუმცა აი ესეთ მოკლე ვადაში ამისი მონიტორინგი არც ისე ჩვენ ზოგადად ვუყურებთ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით. ჩვენი მონაწილეების ძალიან დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა, აქვს 20-30 წელი საინვესტიციო ჰორიზონტი, რაც ნიშნავს, რომ გრძელვადიანად ვუყურებთ და არა მოკლე ვადაში მერყეობით. ჩვენ შესაბამისად ისტორიას ვუყურებთ, რომ გლობალური აქციები არის საუკეთესო საინვესტიციო აქტივი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისები ყოფილა 2008 წელსაც იყო, კოვიდის დროსაც მნიშვნელოვნად შემცირდა აქციების ფასები, თუმცა გრძელვადაში მუდმივად იზრდება. საშუალოდ დაახლოებით 10%-ით იზრდება, მაგალითად ამერიკული აქციების ფასები ყოველწლიურად დოლარში გამოსახული ბოლო რაღაც 50 წლის განმავლობაში. შესაბამისად, თუ გრძელვადიან
მოგვიანად შევხედავთ აქციების ბაზარი საუკეთესო აქტივის კლასია ინფლაციის ამ მომგებიანობის მიხედვით, თუმცა შედარებით ესეთი მერყეობები დაკავშირებული იქნება. მაგრამ ამ მერყეობების დაბალანსება ხდება ჩვენ საუბრობდით, სანამ გადაცემა დაიწყებოდა, რომ ყველა მაგალითად არ არის ერთ კომპანიაში დაბანდებული, არის რამდენიმე კომპანია, ევროპული, ამერიკული, ასე შემდეგ. ანუ დაბალანსება როგორ ხდება ამ შემთხვევაში? ზუსტად ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, რომ გრძელვადაში მოვახდინოთ რეალური ამონაგების, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით ამონაგების მაქსიმიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ისე გავაკეთოთ, ისე დავგებმოთ ინვესტიციები, რომ მსგავსმა მერყეობებმა მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს ჩვენ მომგებიანობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი აქციები დაახლოებით ჩვენი აქციები ვფლობთ ETF-ების საშუალებით, რაც არის ფონდები, რომელიც დაახლოებით 9000 კომპანიამდე აქციის მფლობელები ვართ საპენსიო სააგენტოს აქტივებით, რაც გულისხმობს როგორც ამერიკული, ისე ევროპული, აზიის განვითარებადი ქვეყნების კომპანიებს და ესენი ერთმანეთთან გარკვეულ კორელაციაში არიან, ანუ დაკავშირებული არიან ფასების მერყეობის დროს, თუმცა მაგალითად ახლა 2025 წელს რაც ვნახეთ არის, რომ ამერიკული კომპანიების ფასები შემცირდა, თუმცა ევროპული კომპანიების ფასები გაიზარდა ასევე ლათინური ამერიკის კომპანიების ფასები და ამან გარკვეულწილად დააბალანსა ის შემცირება, რომელიც მაგალითად ამერიკაში ვნახეთ და ეს ჩვენს აქტივებზეც აისახა. ისევ საინვესტიციო პორტფელიებზე თუ გავაგრძელებთ საუბარს, კანონმა მოგცათ საშუალება, რომ გაფართოებული იყო მანდატი. ანუ გულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა არა მარტო აქციებში მოხდეს დაბანდება, არამედ საინვესტიციო პროექტებში და ხოთაშორის გარკვეული წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ რატომ არ შეიძლება დავუშვათ ჩაიდოს საპენსიო თანხა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით გულისხმობ, იგივე დავუშვათ საინვესტიციო პროექტებში, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში, ანაკლიაში. ანუ ახლა ამის საშუალებას აძლევს ფონდს კანონი, რომ მსგავსი თანხის დაბანდება მოხდეს აი აქ დავუშვათ ამ მსხვილ პროექტებში და რა შეზღუდვა არის მაინც. კი, აი უახლესი ცვლილებებით, რომელიც შევიდა კანონში, საშუალება მოგვექცა, რომ კონსერვატიული პორტფელიდან უკვე ინვესტიციები განვახორციელოთ სხვა ტიპის აქტივებში. სხვა ტიპის აქტივები მოიცავს როგორც გარკვეულ ფონდებს, ეს არის ვენჩურული კაპიტალის ფონდები, კერძო კაპიტალის ფონდები და ასე შემდეგ, ასევე მოიცავს ინვესტირებას რეალურ ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტებში, რაც შეიძლება იყოს როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე სხვადასხვა მიმართულებით არ არის კანონის შემზღუდავი. თუმცა კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მაგალითად საპენსიო ფონდი მიიღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. ანუ პასუხისმგებლობის ტვირთი ეროვნულ ბანკზეც მოდის. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ვართ ჩვენ საპენსიო ფონდი მთლიანად და კი, ეროვნული ბანკი არის მარეგულირებელი საინვესტიციო მიმართულებისაც და განსაზღვრავს მინიმალურ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა დავიცვათ, როცა მსგავს ინვესტირებას გავაკეთებთ. კანონი მაგალითად ასევე განსაზღვრავს, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა არ შეგვიძლია თუ არ არის ჩვენთან ერთად ინვესტიციაში მონაწილეობას არ იღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ნებისმიერ პროექტში მსგავსი კერძო პროექტი რაც არის. პროცენტული რაოდენობა როგორ არის გადანაწილებული? შეზღუდული ვართ ჩვენ, რომ პროექტის 20%-ზე მეტის ინვესტირებას ვერ განვახორციელებთ და გარდა ამისა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური რაციონალი, რომ გვინდა პროექტში მონაწილეობა, მომგებიანობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი მთავარი ამოსავალი არის ჩვენი მონაწილეების გრძელვადიანი მომგებიანობა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის სახალისება შეიძლება იყოს პრიორიტეტი, მაინც პირველ რიგში გამოვდივართ მონაწილეების ინტერესებიდან. ანუ რისკის ფაქტორი, როგორც მოხვდები, მინიმუმამდეა დაყვანილი ამ შემთხვევაში 20% არ არის ის თანხა, რამაც შეიძლება დაუშვათ ის შემადგენლობა. ანუ ახლა ამ ეტაპზე ესე გადაჭრით თქმა ის, რომ საპენსიო ფონდის თანხა შეიძლება ვიხილოთ რაიმე მსხვილ პროექტებში, არ შეგვიძლია? ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა გარკვეული პროცესების და პროცედურების შედგენაზე თუ როგორ მივიღებთ, რა ანალიზს ჩავატარებთ მსგავს პროექტებში მონაწილეობაზე, დავიწყეთ თანამშრომლობა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ წლის განმავლობაში უკვე ჩავატარებთ ადგილობრივი ბაზრის მოკვლევას. ასე გადაჭრით, რომ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა განვიხილავთ, ანუ საინვესტიციო სამსახურში არის საკმაოდ კარგი გუნდი, რომელიც გაანალიზებს მსგავს პროექტებს და მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე მივიღებთ საინვესტიციო გადაწყვეტილებას. და მაინც აი რა როლი შეიძლება ითამაშოს საპენსიო ფონდმა კაპიტალის ბაზრის განვითარებაში? თუ აქვს მას გადამწყვეტი ხმა ამ შემთხვევაში და შეგვიძლია თუ არა თქვათ, რომ აი
ერთ-ერთი ძირითადი მომენტია, რომ ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. კაპიტალის ბაზრის განვითარებაც ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი არის. ჩვენ საქართველოს ბაზარზე ვართ ერთადერთი ინსტიტუციური ინვესტორი, გვაქვს საკმაოდ დიდი გრძელვადიანი ლარის რესურსი და გრძელვადიანი ინვესტორი ვართ ადგილობრივ ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა კაპიტალის ბაზარზე ემიტენტებს ეხმარება. ჩვენ აქამდე უკვე მონაწილეობა გვაქვს მიღებული დაახლოებით 8 ობლიგაციაში ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა კომპანიის ობლიგაციებს ვფლობთ. ამ მიმართულებითაც შევიდა ცვლილებები კანონში, გარკვეული შერბილება მოხდა საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნასთან მიმართებით, რამაც გაზარდა ჩვენი საინვესტიციო მანდატი და 2025 წელს უფრო მეტ ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში მივიღებთ მონაწილეობას და ვთვლით, რომ ჩვენი გამოჩენა ამ ბაზარზე, როგორც ინვესტორის, ნამდვილად მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი არის ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. და თქვენ როგორ ფიქრობთ ეს მართლობითი ახალი საბჭო, რომელიც ახლა დაიწყო, თუ უკვე მუშაობს, თუ 1 მაისიდან შეუდგება, აი რას შეცვლის ეს, ანუ გარდა იმისა, რომ დავუშვათ შეთანხმების საკითხში დროს დაზოგავთ, იმიტომ რომ ორის გარდა ერთთან იქნება შესაძლებელი, როგორ ფიქრობთ, ანუ რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ფონდის, ასე ვთქვათ, ფონდის ხვალიდელი დღე როგორი იქნება? მართლობითი საბჭო დაკომპლექტებული არის როგორც უცხოელი ექსპერტებით, რომლებიც მაგალითად აქამდე იყვნენ საინვესტიციო საბჭოში, ასევე არიან ქართული გამოცდილების მქონე ადამიანები, ქართული საბანკო სექტორის გამოცდილების და ადგილობრივი ბაზრის გამოცდილების მქონე ადამიანები, რაც ვთვლი, რომ ნამდვილად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საპენსიო ფონდს, ვინაიდან ამ ადამიანების ხედვა საპენსიო ფონდის აქტივებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა კი საქმიანობას 1 მაისიდან იწყებენ და დავინახავთ რა გავლენა ექნება საინვესტიციო საქმიანობაზე და ისედაც. შეიძლება ითქვას, რომ სრულად ამოქმედდება უკვე 1 მაისიდან არაფერი აღარ დარჩება. ის ცვლილებები რაც უკვე შევიდა საპენსიო კანონში. თუ დარჩა კიდევ კანონი ამოქმედდება 1 მაისიდან, თუმცა გარკვეული დრო აი რაღაცა მოსამზადებელი პერიოდი მიცემული არის თვითონ კანონი განსაზღვრავს, რომ რაღაც პროცესების და პროცედურების განახლებისთვის გარკვეული დრო არის მიცემული თვითონ საბჭოსთვისაც და ფონდისთვისაც. თქვენ თქვით, რომ ეხლა არის 6.5 მილიარდი ლარი ფონდის მომგებიანობა, ეს არის მარტის მონაცემებით. კი. სულ რამდენი ადამიანია ახლა? დაახლოებით 1.400.000 ადამიანი მონაწილე ყავს საპენსიო ფონდში, რომლებიც ყოველთვიურად ახორციელებენ შენატანებს თავიანთი ხელფასიდან. და თუ არ ვცდები, ეს მზარდია ეს ციფრი. რა აჩვენებს სტატისტიკა, რას აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გულისხმობ მაშინ, როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ის დაგაქვს, თავისთავად ნიშნავს, რომ დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ნამდვილად 2024 წელს მაგალითად დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ჩვენი შენატანები, ყოველთვიური შენატანები გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ერთის მხრივ გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ, გაიზარდა კომპანიების რაოდენობა, რომელიც დარეგისტრირდა საქართველოში, შესაბამისად გაიზარდა დასაქმებულების რაოდენობა, როგორც იცით, ასევე 2024 წელს ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებული ჩვენი ფონდის წევრი არიან და რა თქმა უნდა, მათი შენატანები პირდაპირ ზრდის ჩვენს შენატანებს. 2025 წლის პირველ რამდენიმე თვეშიც ასევე ნარჩუნდება ეს მაღალი ზრდის ტემპი. ინფლაციის მაჩვენებელი ახლა რომ დავუშვათ მიზნობრივთან ახლოს არის, ეს გარკვეულწილად აი ამ ფონდის მომგებიანობას ზე როგორ მოქმედებს? ნამდვილად ინფლაცია, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მანდატი არის რეალური ამონაგების, ანუ ინფლაციით გათვალისწინებული ამონაგების მაქსიმიზაცია და ბოლო 2 წელიწადში ვხედავთ, რომ ინფლაცია საკმაოდ დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2024 წელსაც. ძალიან დაბალ მაჩვენებელზე იყო ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა. შესაბამისად, ჩვენი რეალური ამონაგებიც საკმაოდ მაღალი იყო 2024 წელსაც. ჯამურადაც რო შევხედოთ ბოლო 6 წლის მონაცემებით, დაახლოებით რეალური წლიური ამონაგები, ანუ მომგებიანობა დაახლოებით 4% იყო, რაც 2000 არა, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ანუ 2019-2024-ის ჩათვლით. და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული მაღალი ინფლაციის პერიოდი, მაგალითად 2022 წელს, ამის გათვალისწინებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლით სხვათა შორის OECD აქვეყნებს რეგიონის და მსოფლიოს საპენსიო ფონდების მომგებიანობას და რეალური ამონაგების მიხედვით, აი კუმულატიური ბოლო 3 წლის ამონაგების მიხედვით ტოპ 3 ქვეყანაში შევდივართ. და რომელ ქვეყნებთან ვართ?
ფინეთი არის ერთ-ერთი პირველი, ისრაელი არის და ჩვენ და ეს იმიტომ ხო არა, რომ ესეთი მაღალი მომგებიანობა დავუშვათ, რომ ნაკლებ რისკიან პორტფელებში არის თანხა გადანაწილებული, არის თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ინვესტირებული დეპოზიტებში და დეპოზიტებში ამონაგები საკმაოდ მაღალი არის და ინფლაციაც დაბალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. თუმცა აი მაგალითად ახლა 2024 წელს დინამიკური პორტფელი იყო ყველაზე მომგებიანი პორტფელი ჩვენ შორის და აი სხვა ფონდებსაც რო შეხედოთ, როდესაც აქციების ბაზრები რამდენი იყო მომგებიანობა? მომგებიანობა 2024 წელს დინამიკურის იყო 13.6%, ხოლო იმ 1%-ის ადამიანების ვინც ამაშია. სხვათა შორის ეს კარგია, რომ გაითვალისწინონ, ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს, რომ ამხელა მომგებიანობა, მართალია რისკი დიდია, მაგრამ კი, კონსერვატიული პორტფელის ამონაგები 11.6 იყო, ეგეც არ არის ცუდი, თუმცა დინამიკური აღემატებოდა და რაც პორტფელები გაეშვა, ჩვენ ეს პორტფელები გავუშვით 7 აგვისტოს 2023 წლის შემდეგ, დინამიკური პორტფელი თითქმის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებდა. ეხა არის უბრალოდ ცოტა ჩამოსული და შემდეგ კონსერვატიული იყო 11.6 მიაწერდი? დაბალანსებული 12.5 არის დაბალანსებული 2024 წლის ამონაგები. ანუ ყველაზე მაღალი არის იქ, სადაც რისკის ფაქტორია, მოგებაც მაღალია. მას შემდეგ რაც მოხდა ის, რომ შეეძლოთ უკვე ადამიანებს არჩევანი გაეკეთებინათ და გადაენაწილებინათ, იყო მომართვიანობა, მოდიოდნენ, ანუ განცხადების საფუძველზე ხდება, ხო, რომ გადავიდე, მაგალითად თუ არ კონსერვატიულში, თუ მინდა რომ კონსერვატიულში ხდება ყველა ავტომატურად ყველა, როდესაც მუშაობას იწყებ, პირდაპირ კონსერვატიულ პორტფელში ხვდები და თუ ცვლილება გინდა, უნდა მიმართო საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლს შეიცვალო. ეს დინამიკაც დადებითი იყო 2024 წელს დაახლოებით 6.5 მილიონი ლარის აქტივის გადატანა მოხდა, ანუ მოგმართეს, თითქმის ყოველდღე ვიღებთ მოთხოვნებს, რომ გადავიტანოთ აქტივები. თუმცა მაინც ეს არ არის დიდი რიცხვი. რომელ პორტფელში? კონსერვატიულიდან გადასვლების თითქმის 80% მიდის დინამიკურ პორტფელში, რასაც უყურებ. მაშინვე მაღალ რისკიანში. მაღალ რისკიანში დაბალანსებული შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად შედარებით ნაკლებად არჩეული პორტფელი არის. თუმცა ეხლა ბოლო მდგომარეობით დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები ზომით დაახლოებით ერთი და იგივეა, იმიტომ რომ დასაწყისში მოხდა დაბალანსებულში გადატანა. ანუ ეს 1% დაბალანსებულში და დინამიკურ პორტფელებში არის განაწილებული. და ეხლა თქვენ გაქვთ საშუალება დავუშვათ მიმართოთ ადამიანებს, ანუ რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი და აი კონსერვატიული პორტფელიდან რატომ უნდა გადავიდნენ ან დაბალანსებულ ან დინამიკურ. თქვენ თქვით რომ ფინანსური განათლების პრობლემაა მხოლოდ თუ ნდობის ფაქტორიც მუშაობს აქ. შესაძლებელია ნდობის ფაქტორიც იყოს ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე საკმაოდ უცხო პროდუქტი არის. მიხედვით იმის, რომ 6 წელია ბაზარზე ხარ, მაინც უცხო პროდუქტია ჯერ კიდევ. კი, საბჭოთა ქვეყნებშიც არ არის ეს ისეთი აქტიური ცოდნა მიმართულებით, ძირითადად ევროპული გამოცდილების და ამერიკული გამოცდილების გაზიარებაა ეს, რაც გულისხმობს, რომ ყველას გქონდეს იმაზე მეტი დანაზოგი, ვიდრე სახელმწიფო გადაგვიხდის, ვთქვათ, საპენსიო ასაკში. დინამიკური პორტფელის ეს რჩევის სახით ნამდვილად თავს შევიკავებთ, იმიტომ რომ ჩვენ უპირატესობები რომ მოყვეთ დინამიკური განსხვავებული ტიპის ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. დინამიკური პორტფელი არის უფრო ახალგაზრდა ადამიანებზე მიმართული, ვისაც დიდი საინვესტიციო ჰორიზონტი გაქვს, ანუ თუ 30 წლის განმავლობაში მოსალოდნელია რომ საპენსიო ასაკს არ მიაღწევ, ანუ ხარ ახალგაზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით მეტი რისკები შეგიძლია აიღო და მომგებიანობაც მეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა იქნება და იმ მერყეობის დროს შეიძლება ყველას შეგვეშინდეს, რომ რაღაცა ფასები შემცირებული იყოს, მაგრამ გრძელვადაში საერთაშორისო ისტორია, ფინანსების ისტორიას რო შევხედოთ და ამონაგებს სხვადასხვა ინდექსების, ვხედავთ, რომ აი ამ კრიზისების მიუხედავად ყოველთვის ამოდიან აქციის ფასები სულ იზრდება, ეს იქნება სხვადასხვა მიზეზით ტექნოლოგიური კომპანიების ზრდის თუ ძირითადი კომპანიების ზრდისაც. თუ აი როგორც კი საპენსიო ასაკს მიუახლოვდები, აი ბევრ ქვეყანას აქვს ეგეთი მოდელი, რომ როდესაც უახლოვდები საპენსიო ასაკს, ანუ გრჩება დაახლოებით 5 წელი, მაშინ აქტივები გადაგაქვს ამ შედარებით მერყევი აქტივებიდან, ანუ დინამიკური პორტფელიდან უკვე კონსერვატიულ. შესაძლებელია? კი, ეს ადამიანებს კანონმდებლობით შესაძლებელია 12 თვეში ერთხელ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ანუ როგორც კი გადაირჩა
მოირჩევ პორტფელს გადახვედი თქვა კონსერვატიულიდან დინამიკურში 12 თვე ჩაიკეტება ეს გადასვლის ფანჯარა და შემდეგ შეგიძლია დაბრუნდე როცა მოინდომებ ანუ როგორც კი მიუახლოვდები საპენსიო ასაკს რეკომენდირებულია რომ დაუბრუნდე შედარებით ნაკლებად პორტფელში გაქვთ განაზრებული მე პირადად დინამიკურ პორტფელში მაქვს ჩემი გაითვალისწინეთ ანაზრჯევები ასე ვთქვათ პორტფელებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა რომ აი ის საკითხი გავიაროთ, როდესაც როგორ ხდება თანხის მიღება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს ადამიანი, ქალისთვის არის 60 წელი და 65 წელი მამაკაცისთვის. რა ტენდენციები, ანუ რამდენმა გაიტანა უკვე და ყოველწლიურად ეს რა მაჩვენებელია? ჩვენ ამ ეტაპზე დაახლოებით 20,000 ადამიანმა ისარგებლა საპენსიო ფონდიდან გაიტანა ამ 6 წლის განმავლობაში. როგორც იცით, დასაწყისში გარკვეულ ადამიანებს ჰქონდათ უფლება, რომ გასულიყვნენ ფონდიდან და შესაბამისად თუ 40 წელზე მეტის იყავი, შეგეძლო გასულიყავი და შედარებით ასაკიანი მონაწილეების რაოდენობა ჩვენთან შედარებით ნაკლებია. ეხლა როგორ ხდება, როდესაც საპენსიო ასაკს მაგრამ იყო შემთხვევები, რომ დაბრუნდა. დაბრუნების შემთხვევებიც ბევრი გვაქვს საკმაოდ. კი. ეხლა როგორ ხდება, როდესაც საპენსიო ასაკს აღწევ, მიდიხარ საპენსიო ფონდში, შენ დანაზოგის გატანა შეგიძლია გარკვეული პერიოდულობით, რაც გულისხმობს, რომ სტატისტიკური მოდელების ერთიანად ვერ გაიტანა. ერთიანი გატანით არ ხდება, ძირითადად ხდება პროგრამული გატანით, რაც გულისხმობს, რომ განისაზღვრება სიკვდილიანობის სტატისტიკა და ყოველთვიური შენატანის სახით დაგენიშნებათ ჩვენგან საშუალო. ანუ პირობითად თუ გაქვს 1000 ლარი დაგროვებული ფონდში, ეს გაიყოფა 15 წელზე თუ და იმის მიხედვით მოხდება დარიცხვა თანხის. გარდაცვალების შემთხვევაში როგორ არის? გარდაცვალების შემთხვევაში ეს არის იგივე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება, გადაეცემა თქვენს მემკვიდრეს მთლიანად და პირდაპირ გაიტანს ერთიანი თანხი. კიდევ ერთიანად რა შემთხვევაში ხდება გატანა? ანუ კანონი რას ითვალისწინებს თუ ადამიანი საქართველოში აღარ ცხოვრობს და მიდის და ან მოქალაქე არ არის, ამ შემთხვევაში როგორ არის? თუ რამდენიმე შემთხვევაში აქვს ადამიანს უფლება რომ გაიტანოს ეს თანხა, ერთი არის ნუ გარდაცვალების შემთხვევაში, მეორე არის თუ ქვეყანას დატოვებ, ან მოქალაქეობაზე თუ უარსიძახი მაგ შემთხვევაში შეგიძლია გაიტანო და მესამე არის შშმ პირის სტატუსი თუ მოგენიჭება, შესაძლებელია რომ ამ დანაზოგის გატანა მოახდინო ფონდიდან. და მაშინ როდესაც დარიცხვები ხდება, ამას საშემოსავლო არ ეჭრება ალბათ. თუ როგორ ხდება? არანაირი გადასახადი. გადასახადებისგან თავისუფალი არის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი ჩვენი დანაზოგებისაც. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, მაშასე თუ თქვენ შედიხართ და ნახულობთ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად თუ არა თვეში ერთხელ თქვენს დანაზოგებს, თუ სხვა სახელით იქნება, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ საქართველოს საპენსიო ფონდი იქნება 1 მაისიდან და ამ სტრუქტურით გააგრძელებს მართვას. ჩვენი სტუმარი იყო საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე მომავალ ხუთშაბათამდე გევშდევებით ნახვამდის.